იცით თუ არა რას ფიქრობდნენ ქართველი თავადები რუსების შესახებ მე-19 საუკუნეში? არა, მე არ გულისხმობ ყოველთვის კარგად ცნობილ შეთქმულებებსა და აჯანყებებს. მე ვსაუბრობ ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსების მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე. ერთ შეხედვით ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივი ჩანს. მოგეხსენებათ მე-19 საუკუნეში საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ხოლო ქართველი თავადებიც ამა თუ იმ ფორმით რუსების დაქვემდებარებასა და სამსახურში იმყოფებოდნენ. ამდენად რუსი ხალხისადმი პატივისცემა თუ არა, სულ მცირე შიშნარავი დამოკიდებულება გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ რეალობა საკმაოდ განსხვავებული იყო. მე-19 საუკუნის საქართველოზე საკმაოდ ვრცელი და საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა არნოლდ ზისერმანმა. ის გერმანული წარმოშობის, მაგრამ გარუსებული სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე იყო. მან მრავალი წელი გაატარა საქართველოში. უფრო მეტიც ქართული ენაც კი შეისწავლა და რა თქმა უნდა გაეცნო ქართულ თავადაზნაურებსაც. ჯერ კიდევ ახალგაზრდა არნოლდ ზისერმანს გულში ხინჯადესობდა ის ფაქტი, რომ ქართველი თავადები აბუჩად იგდებდნენ რუს ხალხს, დასცინოდნენ მათ და ღირსებსა და თავმოყარებებს არ მქონე ერად მიიჩნევდნენ. სწორედ ეს აგდებული დამოკიდებულება განაპირობებდა იმას, რომ ქართველი თავადები რუსებს დაცინვით ციმბირელებს ან უბრალოდ ლოთებს ეძახდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დროთა განმავლობაში ზისერმანმა ქართული წესჩვეულებები და ენაც კი შეისწავლა. ამით მან ქართველების პატივისცემა დაიმსახურა. თუმცა მისთვის ყველა სამწუხარო მაინც ის იყო, რომ ამ ფაქტს რუსი ხალხისადმი ქართველი თავადების ზოგადი დამოკიდებულება მაინც არ შეუცვლია. როგორც ზისერმანი წერდა, ისინი, ესე იგი ქართველი თავადები, ჩაეჭდნენ იმ გარემოებას, რომმა გერმანული გვარი მქონდა, მეძახდნენ ნემსას, ანუ ნემეთს და ამით ხსნიდნენ, რომ არც ლოთი ვიყავი და არც სხვა მხრივ უვარგისი ადამიანი. მისი ყველა მცდელობა აეხსნა ქართველი თავადებისათვის, რომ წარმოშობის მიუხედავად თავს რუსად მიიჩნევდა, უშედეგო დასრულდა. ამრიგად ზისერმანმა ქართულ თავადებს რუს ხალხზე წარმოდგენა ვერ შეუცვალა. გარუსებული გერმანელი არნოლდ ზისერმანი ფიქრობდა, რომ ქართულ თავადებს რუსებისადმი ასეთი დამოკიდებულება ჩინოვნიკების უსაქციელობის გამო ჩამოუყალიბდათ. კერძოდ, რუსი მოხელეები გაუთავებლად ლოთობდნენ, იყვნენ კორუმპირებულები და არაკომპეტენტურები. მისი აზრით, ქართველი თავადების ამგვარი მიდგომა გაუმართლებელი იყო და რომ რუსი ჩინოვნიკები და 70 მილიონიანი რუსი ხალხი ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებოდნენ. და რას ფიქრობთ თქვენ? ეთანხმებით თუ არა ზისერმანის მოსაზრებას, რომ რუსი ხალხი და ჩინოვნიკები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ? დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი.